აბა მოგესალმებით. მოგესალმებით. საყვარელ ოჯახს და ოჯახის წევრებს ჯერ ქალბატონ კირას მივესალმებით თუ შეიძლება. როგორ ბრძანდებით ძვირფასო? როგორ ახარ? სალამი. აქ არის ხოლმე პორტრეტები და კირა დავინახე. კირას პორტრეტი დაწყებულია. თიკოს და შენი პორტრეტიც არის და კირა. ესე იგი ძალიან ადვილად საცნობია რომ იმ პორტრეტზე კირაა და აქეთ-იქით ანგელოზებში სხვათა შორის. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩენზე. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და კაი გაგებით სახალხო მხატვრის ხარ. შენ მაინც გადაწყვიტე რომ უშუალოდ მხატვრობას არ გაყოლოდი. პროფესიით დიზაინერი ხარ, ხო? ტანსაცმლის დიზაინერი. არასდროს არ მქონია რაღაცნაირი შიში, ბარიერი და ესეთი ცოტათი კომპლექსი, რომ ჭდილში ყოფილიყავი ან რაიმე კონკურენცია ვერ გამეწია. არ მინდოდა რომ სამოსი ყოფილიყო უბრალო და სადა. მინდოდა ყოფილიყო შემკული ფერადი სამკაულებით და ავერჩიე რა უნდა ყოფილიყო ფერადოვნებასთან დაკავშირებული თუ არა ტიხრული მინანქარი. შენს საქმიანობაში ხო არ არის ხოლმე რაღაც დეტალები ან ხო არ ყოფილა თემატიკა იზურა შემთხვევაში რომ ვლაპარაკობთ რაღაც რელიგიური კუთხით სიმბოლოები. ჩემ შემთხვევაშიც მიმუშავია ამ თემაზე და ძალიან ფრთხილად. ჩემი დამოკიდებულება საწუნაების მიმართ რა თქმა უნდა არის ძალიან ფრთხილი, ფაქიზი და ძალიან ძვირფასი. როგორ ოჯახშიც ვიზრდებით, ასეთია მე ჩვენი შემდგომი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ვეცადოთ რომ ვიყოთ სხვისთვის მაგალითი და არ ვიყოთ ესე რომ აი მარტო მე შემიძლია მე ვაკეთებ. ერთ-ერთი ამ კუთხით მნიშვნელოვანი საქმე ხო არის სხვების გახარება. რა თქმა უნდა. ხო და აი მე მგონია რომ თქვენ ეს ოჯახი და ეს ხალხი და ეს ნამუშევრები იმდენ ადამიანს ახარებს რომ შეხედავ უკვე გიხარია მე თუ მეტეს რამდენს ახარებს სახში აქვს და ამ კუთხით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ საღვთო საქმეს.